კარგი მაია და მასკოტ, სანამ ნასტია და კნოპა წავიდნენ ახალი კოსტუმების მოსატანად, ჩემი აზრით ჩვენ უნდა ვივარჯიშოთ, არა? დაკავებულია დარბაზი. ბაყაყებო, აქ რას აკეთებთ? დიანა, საჭმელს ჭამენ. გამარჯობა ბანი, როგორც ხედავთ, დროს არ ვკარგავთ. გადავწყვეტეთ, რომ გვევარჯიშა. ხო, თან ძალიან კარგად ვივარჯიშეთ, შეგიძლიათ მოგვილოცოთ. ბაყაყებო, ეს სპორტ დარბაზია და არა კაფე. ხო, კაფეში ვერ წახვედით საჭმელად? ბლონდი, ეს რა გვირგვინი დაგიდგამს თავზე? ბლონდი, უცხარი? ჩემი აზრით ეს უბრალო გვირგვინია, რომელიც თაროზე იდო. თქვენ არ გეკუთვნით, გადავწყვიტე, რომ პრინცესებს უნდა ეკეთოთ. ჯანდაბა ბლონდი, როგორც ყოველთვის. მომისმინე ბლონდი, ეს ჩვენი ნივთებია და საერთოდ არ არის საჭირო რომ შეეხო. ასევე ბაყაყებო, მოგიწევთ ყველაფრის ალაგება. გასაგებია რაც ჭამეთ და რაც დაყარეთ. ყველაფერი უნდა აალაგოთ. დიანა, პრინცესები არ წმენდნენ. ხო, თუ გაწუხებს ეს ჩვენი დაყრილი, შეგიძლია შენ აალაგო. და ხო, ხვალ ასევე იქნება გვირგვინი ჩემს თავზე. კომბეშვებო, ნევრებს ნუ გვიშლით. ამ თვეში პირველად ივარჯიშეს და უკვე თავი დედოფლები გონიათ. მაია, ხომ გახსოვს, რომ იწყება ჩემპიონატი და ბაყაყებმა გადაწყვიტეს, რომ თავიდან დაეწყოთ ეს ვარჯიში? დიანა, ხომ გახსოვს, რომ ჩვენ მოვიგებთ ჩემპიონატს? გაიგე? დიანა, დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება. გოგოებო, მოდით რა ვივარჯიშოთ. ხო, ვივარჯიშოთ, მაგრამ ჯერ ამათი დაყრილი უნდა გავწმინდოთ. ამაზე ხტუნაობას ხომ არ დავიწყებთ. კარგი, წავიდეთ, მოვიტან ცოცხს. მაია, ყველაფერს მე დავალაგებ, მაგრამ ისე დარბაზი უნდა ჩავკვიდოთ, რომ მეტი შიგნით არავინ აღარ შემოვიდეს. მადლობა, მასკოტ. მაია, ახალი მოძრაობები და ახალი სლოგანი უნდა მოვიფიქროთ. დიანა, გეთანხმები. და ახალი მოძრაობებიც, ყველაფერი ახალი. რა თქმა უნდა, დიანა, მალე არის ჩემპიონატი და საუკეთესოები უნდა ვიყოთ. საუკეთესოები ვართ. მეგობრებო, უკვე ძალიან ბევრი დრო გავიდა, დაასრულეთ. მინდა რომ თქვენი ნამუშევრები ვნახო. მას ობელმაი, ბიჭები ცალკე და გოგოები ცალკე რატო ვართ? ისევ ლურჯი და ვარდისფერი სახლია? ხო, გოგოების გარეშე უცნაურია. ხო, მაგრამ რა მაგარია, სიჩუმეა. მოიცადე სმაილ, რა ხდება? დავალებად ფურცაზე ცოლად გამომყევის დახატვა გქონდა? არა, მას ობელმაი, დავალებად ჩვენი მომავალი გეგმების დახატვა გქონდა და ჩემი მომავალი გეგმა ეს არის. მე და დიანა დავქორწინდებით და ორი ბავშვი გვეყოლება, გოგო და ბიჭი და ჩემნაირად ქერა იქნებიან. კარგი სმაილ, გასაგებია. ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ დავალება შეასრულე. მიუხედავად იმისა, რომ ნახატია. მეგობრებო, თქვენ რა შვებით? ჩემი მომავალი გეგმა სმაილისთვის დიანას მოპარვაა, რომ ისინი არ დაქორწინდნენ. ტიმურ, მართლა რა გჭირს, დიანას გარდა სხვა ადამიანი არ არსებობს? რომეო, რაზე ლაპარაკობ? ყველა დაკავებულია. მე ამ სკოლაში კი არ გულისხმობ, ზოგადად, მთელ სამყაროში. რომეო, მიდი, შენი მომავალი გეგმა გითხარი. ბიძიამაი, ჩემი მომავალი გეგმა არის, რომ ძალიან ბევრი ფული ვიშოვო და მარმარილოს სატვირთო მანქანა ვიყიდო. ეგეთი სატვირთო მანქანა არ არსებობს. წებოვან ლენტზე გაგიგია? რომეო, შენი ნათქვამი გეგმა შენ ნამუშევარს არ ემთხვევა. აქ მოტოციკლეტი გაქვთ დახატული. ხო, ჯერ სატვირთო მანქანა და მერე მოტოციკლეტი. ჩემი გეგმა არის, რომ კნოპა ერთ დღეს შავგრემანი გახდეს. მას ობელმეი, შეიძლება რომ ეს თქვა ჩემი გეგმა. ხო, თქვი, მე გისმენ. ხო, კოსტა, რა თქმა უნდა, თქვი, ყველანი გისმენთ. ჩემი გეგმა არის, რომ მე და დიმა კიდევ 100 წელი ვიყოთ მეგობრები და ქორწილი ერთი და იგივე დღეს გქონდეს და შვილებიც ერთნაირი გვყავდეს. მის შვილს დიმა ერქვას და ჩემსაც კოსტა. კოსტა, მიყვარხარ, ჩემი ნამდვილი მეგობარი ხარ. დიმა ჯერ არ დამისრულებია. მინდა რომ ორი ხედავ რგო, ორი მუხა და მინდა რომ გვერდიგვერდ სახლში ვცხოვრობდეთ და ასევე მინდა რომ ჩვენი ცოლები ტყუპის ცალები იყვნენ. ვა, კოსტა, საოცარი იდეა. ესე იგი ლორენს უნდა დავშორდე. არა, ჯერ არ არის საჭირო, ეს მაინც მომავალშია. კარგი, მაშინ მე ლორენთან და შენ ზარლინასთან. ვა, ხმალი სკოლას დავამთავრებთ და ასეთ დებილობებს იძახით. ბაღში იძახიან ბავშვები ასეთ რაღაცებს. კარგი, მეგობრებო, ზარია, თქვენი ნამუშევრები ჩამოპარეთ და ვისთვისაც ჯერ არ მომისმენია, შემდეგ გაკვეთილზე მოვუსმენ. კარგად, მასწავლებელი მაიკ. ნახვამდის მასწავლებელი მაიკ. ნახვამდის მასწავლებელი მაიკ. შეხვედრამდე. ჯორჯ, სამწუხაროდ ნაყინი აღარ გვაქვს, მხოლოდ ქილები დაგვრჩა. კარგი, მაშინ ეგ მომიცი. ქილები? ჯორჯ, იქნებ რამე მსუყე გინდა, ფენკეიქები, ჩიზკეიქები, რა სიტყვი? კარგი, უბრალოდ რამე გემრიელი მინდა. ბავშვებო, რამე საჭმელი გააქვთ, ძალიან მშია. კარინა, ფენკეიქები გვაქვს ჯემით. მომეცით ფენკეიქები ჯემით. მეც ბლინები მინდა, ჯემით. ერთი წუთი გავათბობ. ჯორჯ, სამწუხაროდ ჯემის ბლინების მხოლოდ ერთი პორცია დაგვრჩა. შემიძლია სოკო შემოგთავაზო. კარგი, იყოს ბლინების სოკოთი და ამერიკანო. ბლონდი, აღარც ესალმებით ერთმანეთს? არა, ვაიგნორებ. როცა მეუბნება გამარჯობა ბლონდი, მე მივდივარ და თავს ვიკატუნებ, ვითომ ვერ ვხედავ. ეს ვინ არის? არაფერი არ გამიგია. რა ბოროტი ხარ? რა არის ეს? ხო, უნდა და მეგობრებად დარჩენილიყავით. არ მადარდებს რა უნდა და მე მინდოდა რომ ჩემი შეყვარებული ყოფილიყო და მან უარი მითხრა. და
და იქნებ შეეშინდა და ცოტა ხანში გთხოვოს, რომ შეყვარებულები იყოთ. აუ, არა, აღარ მჭირდება. გოგოებო, გამარჯობა. იცით დღეს კაპუცაზე რა საინტერესო დავალება გქონდა? ხო, ჩვენი მომავლის გეგმები უნდა დაგვეწერა. გამარჯობა ბიჭებო, აბა რა გეგმები დაწერეთ? მე დავწერე, რომ მინდა მარტო გადავიდე საცხოვრებლად, როდესაც 18 წლის გავხდები. მაგარია, მომწონს შენი გეგმები. ზაკ, შენ რა დაწერე? მე დავწერე, რომ მინდა ვისწავლო, რომ საერთოდ ყველაზე ჭკვიანი ადამიანი ვიყო. მოიცადე და როდემდე აპირებ სწავლას? სადღაც 30 წლამდე. და აბა როდის დავქორწინდებით? როცა 40-ის გავხდებით, უკვე ფეხზე ვიდგები. ჰეი, კაბა არ მექნება ლამაზად, როცა 40 წელს ვიქნები. ლორენ, თავიდან არ მომწონდი საერთოდ. ხო, არც მე, მაგრამ ახლა საუკეთესო მეგობრები ვართ. ძალიან მაგარია, ინი და იანი ვართ. თან ჩვენი ბიჭები მეგობრები არიან. თქვენი პენკეიკები. ჯორჯ, პენკეიკები გიყვარს? ძალიან. მეც განსაკუთრებით ჯემი. ისა, მაგიდა დაალაგე. ნახე კარინა როგორ ელაპარაკება ჯორჯს. ერთი წამით ვერ გავიგე. ერთად ხედან და ჭამენ პენკეიკებს, ნახე? შეგერგოს ჯორჯ. მადლობა კარინა, შენც. ის რა, სულ გაგიჟდა? ერთი წამი სკოლაში მუშაობს და ყველას კეთილად უნდა ელაპარაკოს. არა, არავის არ უნდა ელაპარაკოს. კნოპა, რატომ არ არის კოსტუმები მზად? ვერ გაიგე, ახლა გვჭირდება. მალე გვაქვს ჩემპიონატი, რა არის გაუგებარი? დიანა, რა მოხდა? ერთი წამი მაია. რა? არ მაინტერესებს, მოაგვარე როგორმე. გოგოებო, ხო გითხარით, კოსტუმებზე ჩემპიონატის დაწყებამდე 9 წლით ადრე უნდა გეფიქრათ. ახლა ყველაფერი მზად იქნებოდა. მასკოტ, იქ არ ვიყავი, თორემ მოაგვარებდი. კარგი, კნოპა, გასაგებია, 3 დღეც დავიცდით. გავიგე. კარგი, 3 დღე არა უშავს. კარგი, კარგად. არ, მაია და მასკოტ, აი, ვერ გავიგე, არ არის კოსტუმები მზად. არ ვიცი რა უნდა ვქნათ. კოსტუმების გარშე რას გავაკეთებთ? დიანა, არ ვიცი რას ვიზამთ, მაგრამ ლამაზად გამოვეწყოთ და მივაკრათ ჩვენს კოსტუმებს ბანის გამო. რავი, იქნება ასე მაინც გადავჭრათ ეს ხო, სხვა გამოსავალი არ არის. ერთი ადამიანი გვჭირდება, რომელიც კოსტუმების საქმეს მოგვიგوارებს ხოლმე და ყველაფერს უყურებს. მე ამ ყველაფრის დრო არ მაქვს. დიანა, ამას შენზე უკეთ ვერავინ გააკეთებს. ხო, მე რატომღაც ჩემი კოსტუმი კალათბურთელებს ვანდე და იმათმა თავი დამიკარგეს. მაგრამ მაინც მასკოტ, ერთი ადამიანი უნდა ვიპოვოთ, რომელიც ამ სამსახურს შეესაბამება. კარგი, ზალინა არა, ფეხბურთელები არა, ლუზერები. იქნებ რომელიმე ლუზერი დავიქირაოთ. რას ფიქრობთ? თქვენი აზრით ჯული შეძლებს ამ ყველაფერთან გამკლავებას? ბრავო, შეგვიძლია უცადოთ, გააჩნია რა საქმე უნდა შეასრულოს. მასკოტ, მაგალითად მიხვდება, როდის უნდა შეგვიკვეთოს ახალი კოსტუმი. და პლუს ამას ფულს გადავუხდით. კარგი, უნდა ვიპოვოთ ეს გოგოები და გავესაუბროთ, რომელიმე მაინც დაგთანხმდება. თქვენ რას ფიქრობთ? მასკოტ, მიდი კითხე, სანამ ჩვენ კიდევ აქ ვართ. კარგი. მოგლეთ, დიანა, მინდა რომ ერთი რაღაც გთხოვო. მასკოტ, ვიცი რაც გინდა რომ თხოვო. გინდა რომ მაია გავუშვა შენთან ერთად პაემანზე. ბოდიში, მაგრამ ჩემი პასუხია არა. ახლა მალე ჩემპიონატი გვაქვს და ყველა მჭირდება. არავინ არ წავა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ არც ერთ ბანის გოგონას პაემანი არ ექნება ამ თვეში. სამწუხაროა, მაია. მასკოტ, ყველაფერი მესმის ეს ჩემპიონატი რომ ჩაივლის, შემდეგ ძალიან ბევრი პაემანი გვექნება, კარგი? პირობას მაძლევ. გპირდები. და მე გპირდებით, რომ ამ ჩემპიონატის შემდეგ სიურპრიზი მაქვს გუნდისთვის. დასასვენებლად მივდივართ. სად? სიურპრიზი იქნება. კოსტა, ტყუპის ცალცოლებზე სიმართლე თქვი? დიმა, რა თქმა უნდა. და მეზობელ სახლებზეც? ხო, დიმა. მაგარია, ერთმანეთს ვესტუმრებით, რა თქმა უნდა. და PlayStation-ს ვითამაშებთ ხოლმე. დიმა, არ მგონია PlayStation-ს ვთამაშობდეთ, როცა დაქორწინებულები ვიქნებით. კოსტა, რატომ? თამაში აღარ მოგვინდება? დიმას დასრულები ვიქნებით, რა PlayStation. კარგი, ხო, არ მიფიქრია მაგაზე. მეგობრებო, აქ დიანას უნდა მოსუნი არ გცემთ, ალბათ ვარჯიში გქონდათ. და კნოპა ისევ რატო არ მოსულა? ჩემპიონატის კოსტუმებზე წავიდნენ, ნასწია მომწერა. მომისმინეთ ფეხბურთელებო, ჩვენ ახლა აქ უნდა ვივარჯიშოთ და მომისმინეთ იბურ, მოდი ფრთხილად იყავი, ამას ვის უკეთებ. ხო, თან ჩვენი ვარჯიში ჯერ არ დასრულებულა, კიდევ 10 წუთი დაგვრჩა. მაშინ რატო შეთხარ და არ ვარჯიშობთ? მეგობრებო, ნახეთ რა მაგრა შევასრულეთ დღევანდელი დავალება. ყველაზე მაღალი ქულა ავიღე. მინდა დიანა ხო ერთად ძალიან მაგრა გამოვიყურებით. ხო მაგარია. სმაილ, თუ გონია რომ დიანას გამო გულსმატკენ, ეგ აღარ მუშაობს. ხო, მას აღარ ადარდებს. ჩვენ ტყუპის ცალი გოგოები ყავს. ფეხბურთელებო, სასაცილოები ხართ. ტყუპის ცალი გოგოები. ალბათ ფეხბურთელებიც იქნებიან. სმაილ, გაიგონეთ, ფეხბურთელებს ტყუპის ცალი ცოლები უნდა ყავდეთ და თან ფეხბურთელებიც. დიმა დაწნარდი. ხო იცი, ბოლოს ვნახავთ ვინც გაიცინებს. კარგიიანა, ჩაიწერე 1000 ახალი წლის სათამაშო. ლეილა, ამდენი რა გვინდა?
რას ნიშნავს რა გვინდა დიდი სკოლა გვაქვს და ახალი წელი მოდის კარგი მინდა ახალი წელი კარგი ეს 30 ცალი გასაგებია ლეილა მაგრამ რა ფულით უნდა ვიყიდოთ რას გულისხმობ ჩვენ ხომ ვაგროვებთ ხოლმე ფულს ყველაფერს ვიყიდით თან ესეთი კარგი ატმოსფერო გჭირდება გამარჯობა მასწავლებელო მაიკ გამარჯობა აი ბანი მოდით აქ ვირთხებო რა ხდება გვეჩქარება მალე გითხარით ხო დიდხანს არ დაგვაკავთ თუ შეიძლება ფული უნდა შევაგროვოთ ისევ გუშინ ხო მოგეცით თქვენ იდიოტები ხართ ახალი წლის დეკორაციებისთვის გჭირდება გინდათ რომ სკოლა არ იყოს მორთული და უშნო იყოს მომისმენთ გოგოებო წინა წლიდან ძალიან ბევრი კარგი სათამაშო დაგვრჩა ეგენი რა არ გამოდგება ყოველ წელს მოგვიწევს ახალი სათამაშოების ყიდვა და ძველებს რას უშვებით ძველები გადამუშავდება ხო ლეილა რესურსებს ყველად ხარჯავ და ბუნებასაც აგვინწურებ ახლა ნახეთ ვინ საუბრობს როდის მერე გადარდებს ეკოლოგია გადამუშავება ნიშნავს დაწვას არანაირი პრობლემა არ იქნება დიანა დრო ამოიწურა უნდა წავიდეთ კარგი გოგოებო ფულს ანგარიშზე გადმოგირიცხავთ მითხარით რამდენი გჭირდებათ და ძველი დეკორაციები არ გადააგდოთ ხო ჩემს საფში წავიხებ კარგი წამოდი კაფეში წავიდეთ შემდეგ წავისვათ ტურსაცხი წამო Яна, ვიწერო ბანი ანგარიშზე დაგვირიცხავს. ლეილა, უნდა გამოუცხადოთ ყველას. ხო, კაფეში წავიდეთ და გამოვაცხადოთ. მოგესალმებით ყველას. მაია, ნახე, კაფე გოგოებით სავსეა. გოგოებო, გამარჯობა, ძალიან გჭირდებით. მაგრამ გთხოვთ, ყურადღებით მოგვისმინეთ. შეიძლება ვიღაცას დამატებითი ფული დაჭირდეს. ამას მოусმინეთ, მნიშვნელოვანი განცხადება ჰქონიათ. ბანი, გინდათ რომ რა თქვენი ყურები გავყიდოთ? ჰა? ბაყაყებო, რა სასაცილო ხართ? გირჩევნიათ მადლობა გითხრათ, რომ თქვენი დაყრილი ავალაგეთ დარბაზში. ბაყაყებო, ეს განცხადება თქვენთვის არ არის. კარგი ბანი, გისმენთ მალე? ხო, ბიჭები გველდებიან, ამიტომ ცოტა დრო გვაქვს, გითხარით. გოგოებო, კოსტუმის ასისტენტს ვეძებთ. აი, ასე. ხო, პასუხისმგებლიან გოგოს, რომელიც ჩვენს კოსტუმებს განაგებს და გამოიწერს ხოლმე. და უფასო არ იქნება. მე შემიძლია. არა, პიცა, არ შეგიძლია, შენ კაფეში მუშაობ. აი, ის გავაერთიანებ. არა, პიცა, არ შეგიძლია. მაგარია ბანი და რამდენს გადაგვიხდით? და ასისტენტის რა მოვალეობები ექნებათ? რა ხდება? ბანი კოსტუმების ასისტენტს ეძებს, მარტო ვერ გავუმკლავდნენ. ძალიან კარგი ხელფასი გექნებათ, მთავარია ჩვენი ასისტენტი გახდეთ და ჩააბაროთ ეს გარკვეული დროის განმავლობაში. გოგოებო, და ასევე უნდა მოუვაროთ კარგად ჩვენს კოსტუმებს. ისე მეც რომ ყავდეს ასისტენტი, ვინც ჩემთავს ატარებს ხოლმე. აბა გოგოებო, ვინმეს გაინტერესებთ? Яна, ეს გაიგე? ხო, გავიგე, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ჩვენ მაინც გავაკუჭებთ ყველაფერს. არა, Яна, ერთი იდეა მაქვს. მე სატესტ პერიოდს ჩავაბარებ. ჯიჯი, ანუ უცოს დაჭერაც არ შეგიძლია, რას ნიშნავს ჩააბარებ? ჯული, რატომ ყვები? ვისწავლი? მე შემიძლია. არა, ჯული, შენ მატერიალს შორის განსხვავებასაც ვერ ხედავ. მე შემიძლია. კარგი, კარინა, ჯული და ჯიჯი გეოლდებით გასახდელში. აბა ვნახავთ რა იცით ამ ყველაფრის შესახებ. და ერთ-ერთი თქვენგანი ჩვენი ასისტენტი გახდება. იეი, ჩვენ შეგვიძლია. ვინ იცის იმაზე მეტი მატერიალზე ვიდრე ჩერლიდერებმა. ხო, აქამდე ჩერლიდერები ვიყავით, კარგად მოუვლის თქვენს კოსტუმებს. ჭამდაბა, არჩევანგები. ვირთხები არიან. Яна, ლეილა, მართლა გინდათ რომ ჩვენი ასისტენტები გახდეთ? გუნდისთვის, ხო? მე გირჩევა რა ირჩიო. კარგი ბანი მოვათ გასახდელში, მაგრამ ჯერ შევჭამთ. კარგი გოგოებო, გასახდელში გნახავთ. ლეილა, რა იდეა გაქვს? Яна, ახლა კარგად მომისმენე, მოგვიანებით გეტყვი ყველაფერს, უნდა გავხდეთ მათი ასისტენტები. გოგოებო, ვირთხებს იქნებ მართლა უნდათ რომ გახდნენ ჩვენი ასისტენტები და ფული იშოვონ. დიანა, მე მათი არ მჭირა. ბიჭებო, გამარჯობა. გოგოებო, გამარჯობა. საყვარელო, იცი დღეს რა მაგარი დავალება გქონდა? ხო, კლასის დავალება იყო და სმაილმა ყველაზე მაღალი ქულა აიღო. სმაილ, რა დავალება იყო? და სხვათა შორის მომენატრე. მეც, მოკლედ დავალება ჩვენს მომავალ გეგმებზე იყო. ვაუ, და აბა რა გეგმები გაქვს მომავალში? მე, შენ და ჩვენი ბავშვები. ვაუ, სმაილ. მოიცა, აქ 4 თითი მაქვს? დიანა, უბრალოდ ნახატია, რა მნიშვნელობა აქვს? 5 თითი უნდა მქონდეს სმაილ, 5 და ეს ჩვენი შულები არიან? ხო. და ქერები რატო არიან? როგორც მე. სმაილ, შენ შეღებილი გაქვს თმა. მოიცა დიანა, არ მისმის, არ მოგეწონა, საერთოდ ყველას მოეწონა. მაიკმაც გითხრა რომ მაგარია. სმაილ, სხვათა შორის ძალიან მომეწონა, ძალიან საყვარელია, მაგრამ გთხოვ, ჯერ ბეჭედი მომეცი, დიდი ქვით და ხო, ლამაზი ბეჭედი უნდა იყოს, ყვითელიც უნდა ჰქონდეს. კარგი დიანა, რა იყო? ერთ პატარა ნახატში რამდენი შეცდომა იპოვე. ხო, კარგი, ბოლო გაკვეთილია. მე რას აპირებთ? გთავაზობ
ვფიქრობ სახლში გამომიარო, კნოპა და ნასიაც მალე მოვლენ. აბა ვის უნდა? ჩვენ, მე. ჩვენც. საყვარელო, ხო იცი, მე შენთან ერთად ყოველთვის წამოვარ. ტიმურ, ეს ნახატი ნახე, 0 შანსი გაქვს, 0. გაიგონე? 0. ბავშვებო, დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ზარს. ახლა უნდა წავიდეთ. კარგად. მეგობრებო, ნახავთ, დიანა ბოლოს მაინც ჩემი გახდება.